ტრფობა თავისი ბუნებით მოიცავს აღტკინება აღფრთოვანების მდგომარეობას. მაშინ, როდესაც ჩვენ სრულიად მონუსხულები ვართ, როდესაც აღფრთოვანებულები ვართ, ანუ მეორე ადამიანით. როდესაც მე გეტრფი შენ ჩემთვის ხარ უზადო ხარ. ხო, ანუ უნაკლო ხარ და უზადო ხარ სწორედ იმდენად, რამდენადაც შენ მოგანიჭე იმის უფლება მოსილვან მინდა ყოველ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ტრფობა მე ჩავდე შინაარსი. ზუსტად თავისთავად, ხო, რასაც ყბადაღებული პროექცია ქვია და ზუსტად ქართულად რო ვთქვათ, ეს არის მიწერა, მიკუთვნება ადამიანისთვის, იმიტომ რომ შენი გარეგნობა ჩემში რაღაცას აცოცხლებს მაგალითად, ხო? გარეგნობა ზოგადად არც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც გონია და არც იმდენად უმნიშვნელოა, რამდენადაც ეს გონია. მნიშვნელოვანია მხოლოდ ინდივიდუალური თვალსაზრისით საბოლოოდ, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენგანის გარეგნობა ზოგიერთი ადამიანისთვის არის მაცოცხლებელი, ზუსტად აი ამ იმედის, ანუ სიყვარულის დაპირების თითოეული ჩვენგანის, მაგრამ ზოგიერთისთვის არ არის. ანუ ვერ წამოსდებ, ასე რომ ვთქვათ, ხო, ვერ გაცოცხლებ იმ მოლოდინს, რომ აი სწორედ შენ ხარ ის, ვისგანაც მე მინდა მივიღო სიყვარული. მინდა და მჭირდება ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ხო? ასევე ტრფობაში სხვათა შორის ასახულია როგორ ვცხოვრობ. საერთოდ როგორ ცხოვრობ, ხო? ჩემს ცხოვრებას რა აკლია, რით არის გაჯერებული, მოდი ესე უფრო ვიტყვი. ხო, რით არის დატვირთული, ხო? იმიტომ რომ ტრფობის სამიზნეს ვისკენ მიუმართავ ჩემს სატრფიალო, ასე ვთქვათ, ნებათა ღელვებს, ხო? ზუსტად ამის მიხედვითაც ვარჩევ საბოლოოდ. ჩვენ ვიცით, რომ ტრფობა საერთოდ არაცნობიერის ცხოველქმედების შედეგია, ხო? ეს რას ნიშნავს? მე არ გიცნობ შენ და შენ და მე ზუსტად ეს მოზღვავება მთელი ჩემს სიცოცხლე ძალა, თითქმის სრული, ხო? მოედინება შენკენ. და შენ არა იმდენად შენკენ მოედინება სინამდვილეში, რამდენადაც სინამდვილეში ჩემკენ არის მოდინებული, ხო? იმიტომ რომ თავისი არსით ტრფობა საკმაოდ საკუთარი თავით მოცული მდგომარეობაა. იმიტომ რომ ის სხვა მე არ ვიცი ვინ არის. ჩემი წარმოსახვისგან მისი განცალკევება არ დაწყებულა, ხო? რასაც წარმოვიდგენ, ის ან მოუახლოვდება ჩემს წარმოსახვას, ან რა თქმა უნდა, სინამდვილე უბრალოდ განმკურნავს ამ წარმოსახვისგან.